გამარჯობა მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. PSG-სა და მადრიდის რეალის სატრანსფერო გეგმა და კვარაცხელია 5 საუკეთესო ტრანსფერს შორის. ვიდეოს დაწყებამდე კი მინდა ყველას მოგილოცოთ დამდეგი 2026 წელი. ეს კი წლის ბოლო ვიდეოა. მე კი გისურვებთ ბედნიერ და წარმატებებით სავსე ახალ წელს. ზუსტად ისეთ 2026 წელს, როგორც თქვენს გონებაში წარმოიდგენთ. მე კი შევეცადე რომ თქვენთვის საინტერესო სიახლეები მომეწია. ამიტომ мотивაციისთვის თხოვნა რომ ავიდეთ 1500 მოწონებაზე. ასევე თუ ჯერ კიდევ არ ხარ არხის გამომწერი, შემოვერთდით ჩვენ საფეხბურთო ოჯახს, რადგან ჩვენ 100.000 გამომწერისკენ მივიწევთ. ყველას მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის და მოდი დავიწყოთ. გოგლიჩიძე ტორინოს რადარზე. ტორინო იანვრის სატრანსფერო პერიოდში დაცვის გაძლიერებას გეგმავს და ერთ-ერთ კანდიდატად უდინეზეს ქართველ მცველს, საბა გოგლიჩიძეს განიხილავს. ამის შესახებ გამოცემა ტორინო კრონიკა იტყობინება. გამოცემის ინფორმაციით, პრიორიტეტი დაცვის გაძლიერება და მარკო ბარონისთვის ყველაზე სასურველი ვარიანტი ნაპოლის მცველი ლუკა მარიანუჩია. მისი ალტერნატივები კი საბა გოგლიჩიძე და დანიელე გილარდი არიან. როგორც მოგეხსენებათ, საბა გოგლიჩიძე უდინეზე ზაფხულში შეუერთდა, თუმცა ძირითად შემადგენლობაში თავის ჯერჯერობით ვერ დაიმკვიდრა. ახალგაზრდა ქართველი მცველის ანგარიშია 7 მატჩის სერიაში და 1 იტალიის თასზე. ტრანსფერმარკეტის შეფასებით კი გოგლიჩიძის საბაზრო ღირებულება 4.500.000 ევროა. რაც შეეხება ტორინოს, რამდენიმე კვირის წინ მის განაცხადში დაბრუნდა კიდევ ერთი ქართველი მცველი, საბა საზონოვი, რომელიც სხვა კლუბში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. მისი თამაშის ყურება სასიამოვნოა, რა განაცხადა ჩაკვეტაძის შესახებ საფეხბურთო ანალიტიკოსმა. ინგლისის რანგით მეორე დივიზიონის ჩემპიონშიპის 24 ტურში ჩაკვეტაძის ვოტფორდი ნორვიჩს დაუპირისპირდა. კრაზანებმა კი ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგეს და 1-0 გაიმარჯვეს. ჩაკვემ კი მატჩი შეუცვლელად ითამაშა. ხოლო შეხვედრის შემდეგ ცნობილი საფეხბურთო ანალიტიკოსი ედვარდ სტრატმენი ქართველი ფეხბურთელის თამაშს გამოეხმაურა. სტრატმენმა სოციალურ ქსელიქსზე პოსტი გამოაქვეყნა და ქართველი ნახევარმცველი შეაქო. ნორვიჩთან მატჩში ვოტფორდის ფეხბურთელმა ჩაკვეტაძემ თავისი მაღალი კლასი არაერთხელ აჩვენა. ხარისხიანი მოძრაობებით, პასებითა და დრიბლინგით ის რეგულარულად ქმნიდა მომენტებს და შეტევებს ასოცხლებდა. ის ისეთი ფეხბურთელია, რომლის თამაშის ყურებაც სასიამოვნოა, განაცხადა სტრატმენმა. ცნობისთვის ნორვიჩთან მატჩში ჩაკვეტაძის სტატისტიკა ასეთი იყო: ბურთთან 42 შეხება, 29-დან 27 ზუსტი პასი, 4-დან 3 არაზუსტი დარტყმა და 6-დან 3 მოგებული პოზიციური დუელი. სოფასხორმა კი გიორგი 6.8 ქულით შეაფასა. საფრანგეთში დავითაშვილის შესახებ ისაუბრეს. იანვრის სატრანსფერო ფანჯარა ახლოვდება და უცხოურ პრესაში არაერთი საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება. ერთ-ერთი მათგანი კი სენტ-ეტიენის სამომავლო გეგმებს უკავშირდება. როგორც ცნობილი ჟურნალისტი რომენ მოლინა წერს, მწვანეები მზად არიან ზამთარში ზურიკო დავითაშვილს ან ლუკას ტასინს შეელიონ. მოლინას ინფორმაციას კი ჟურნალისტები ლორენ ჰესი და ვილიამ ტერტრინი გამოეხმაურნენ. დავითაშვილს კლუბისთვის პრობლემები არ შეუქმნია და პირველი წრე მშვენივრად დაასრულა. მას 8 გოლი აქვს გატანილი და სენტ-ეტიენის საუკეთესო ბომბარდირია. რთულია იპოვო გარემარბი, რომელიც ამდენ გოლს გაიტანს. გარდა ამისა, დაახლოებით 10 დღის წინ ქართველმა ფეხბურთელმა კლუბში დარჩენის სურვილიც გამოთქვა და სურს გუნდს მიზნების მიღწევაში დაეხმაროს. გამომდინარე აქედან მისი გაშვება ჩემთვის გაუგებარი იქნება. ეს ნაბიჯი კლუბის ამბიციებთან შესაბამისი ნამდვილად არ არის და ზურიკოს წასვლა დიდი დანაკარგი იქნება, აცხადებს ლორენ ჰესი. ვილიამ ტერტრინი. რაც შეეხება დავითაშვილს, ის ძვირფასი შემტევი იარაღია, რომელმაც უკვე დაამტკიცა, რომ მატჩებზე გავლენის მოხდენა შეუძლია. იგი სენტ-ეტიენის შეტევას სიძლიერეს სენს და ამასთან კლუბთან მოქმედი კონტრაქტის აკავშირებს. განაცხადა ვილიამ ტერტრინი. მე კი შეგახსენებთ, რომ ზურიკოს ბეშიქტაშს აქტიურად უკავშირებენ, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქართველმა ამ ზამთარს კლუბის შესვლის გადაწყვეტილება მიიღოს. კვარაცხელიას ნაპოლიდან პარი სენ-ჟერმენში ტრანსფერი ესპანურმა გამოცემა ფიჩახესმა 2025 წლის 5 საუკეთესო ტრანსფერს შორის დაასახელა. გამოცემა მიმდინარე წლის განმავლობაში განხორციელებულ ტრანსფერებს მიმოიხილავს და კვარაცხელიას უწოდებს დეტალს, რომელმაც PSG შეცვალა. 2025 წლის იანვარში კვარაცხელიას ტრანსფერი პარიზული კლუბისთვის გარდამტეხ მომენტად იქცა. 24 წლის ქართველი სანაცვლოდ ნაპოლიმ 70 მილიონი ევრო მიიღო. ხვიჩამ კი ახალ კლუბში პირველივე დღიდან ლიდერობა ითავა. მისი გავლენა როგორც საფრანგეთში, ისე ევროპაში მომენტალურად ვიხილეთ. კვარაცხელია მოიტანა დინამიკა, კრეატიულობა და სტაბილურობა შეტევაში, რაც PSG-ს დიდ მატჩებში წლების განმავლობაში აკლდა. 53 მატჩში კვარაცხელიას 14 გოლი და 13 ასისტი დაუგროვდა. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში და ინდივიდუალურობა შეძინა გუნდს, რომელიც დიდ მატჩებში წარუმატებლობას იყო მიჩვეული. წერს ესპანური გამოცემა. კვარასთან ერთად კი 5 საუკეთესო ტრანსფერს შორის გამოცემამ ჟუან გარსია, რაიან შერკი, ჯანლუიჯი დონარუმა და ლუის დიასი დაასახელა. ასევე დავზენ იმასაც, რომ ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა ეკიპმა ლიგა 1-ის 2025 წლის სიმბოლური ნაკრები ქომაგთა გამოკითხვით შეადგინა. 11-დან კი 10 PSG-ს ფეხბურთელია. ერთი კი არის მარსელის მოთამაშე 24 წლის ინგლისელი ფორვარდი მეისონ გრინვუდი. თუმცა სამწუხაროდ სიმბოლური
სიმბოლურ ნაკრებში ვერ მოხვდა კვარაცხელია. სიმბოლური ნაკრები კი ასეთია: დონარუმა, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, ნუნუ მენდეში, ნევეში, ვიტინია, რუიზი, გრინვუდი, დემბელე და დეზირე დუე. 2025 წელს კი ხვიჩამ ლიგაეთში 28 მატჩში ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი შეასრულა. დემბელემ კი 22 მატჩში 15 გოლი გაიტანა და ასევე მის აქტივში 4 საგოლე პასია. რაც შეეხება დეზირე დუეს, მან 25 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი შეასრულა. რაც შეეხება მეისონ გრინვუდს, მან 34 შეხვედრაში 29 საგოლე მოქმედება დააგროვა. კერძოდ მის ანგარიშზე 22 გოლი და 7 საგოლე გადაცემა. აღნიშნული სტატისტიკიდან გამომდინარე კი ხვიჩასიაში არ ყოფნა ცოტათი გაუგებარია, რადგან მან გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. თუმცა ეს სულაც არ აკლინებს კვარაცხელიას როლს პარიზული კლუბის ბოლოდროინდელ წარმატებაში, მათ შორის ჩემპიონთა ლიგაზე. აღნიშნული გამოკითხვით კი ლიგა 1-ის საუკეთესო მწვრთნელად ლუის ენრიკე მიიჩნიეს. რაც შეეხება PSG-ში განვითარებულ მოვლენებს, გავრცელებული ინფორმაციით რეალი და PSG დიდ სატრანსფერო გაცვლას ამზადებს. როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის რეალი და ვინისიუსი უკვე რამდენიმე თვეა ახალი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა გუნდში მბაპეს მოსვლის შემდეგ ხელმძღვანელობას სხვა მოთხოვნები წაუყენა. რეალი და ფლორენტინო პერესი კი თავისი მკაცრი პოლიტიკით არის ცნობილი. აქედან გამომდინარე არ არის გასაკვირი, რომ ვინისიუსის მოთხოვნები დღემდე არ კმაყოფილდება. ესპანურმა გამოცემა კადენა სერმა კი დაწერა, რომ თუ ყველაფერი ასე გაგრძელდება, ვინისიუსის ზაფხულში გუნდ შეიცვლის და სამეფო კლუბი მის ნაცვლად არა რომელიმე შემტევს, არამედ ვიტინია შეიძენს. კლუბში თვლიან, რომ პორტუგალიელი შუახაზელი კროოსის წასვლით გამოწვეულ ქაოსს დაასრულებს და მოედნის ცენტრში ბურთის კონტროლსა და ასევე ხაზებს შორის ბალანსის დაცვას იდეალურად გაართმევს თავს. ვინისიუსის PSG-ში მოსვლა კი მთლად სასიხარულო არ უნდა იყოს, რადგან კვარაცხელიას ფლანგზე კონკურენცია კიდევ უფრო გაიზრდება და შესაძლოა კლუბში სიტუაცია აირიოს. ამას კი იმედია ლუის ენრიკე კარგად ხედავს და ნაკლებად მოსალოდნელია, რომ კლუბის პრეზიდენტს ალ ხელაიფის ამ ტრანსფერზე დათანხმდეს. ამიტომ ნახოთ თუ როგორ განვითარდება მოვლენები. შესაძლოა მომავალში თავდამსხმელი წინ იყოს. შეიძლება თუ არა თამაშგარის წესი. FIFA-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ აღიარა, რომ ისინი თამაშგარის მდგომარეობის წესში დღის სინათლის პრინციპის შემოღებას განიხილავენ. ამ სიახლის თანახმად თამაშგარის წესი შეიძლება ისე შეიცვალოს, რომ მოთამაშე სრულად უნდა იმყოფებოდეს მცველის წინ, რათა თამაშგარე დაფიქსირდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თავდამსხმელი არ იქნება თამაშგარეში, თუ მისი სხეულის ნებისმიერი ნაწილი, რომლითაც გოლის გატანაა შესაძლებელი, მცველის პარალელურად ან მის უკან იქნება. ჯანი ინფანტინომ კი მსოფლიოს სპორტულ სამიტზე შემდეგი განცხადება გააკეთა. ჩვენ ვაგრძელებთ თამაშგარის წესებზე დაკვირვებას. როგორ შევიყვანოთ თამაში უფრო შემტევ და მიმზიდველ ფაზაში? ჩვენ ვუყურებთ თამაშგარე წესს, მაგალითად, რომელიც წლების განმავლობაში ვითარდებოდა. თავდამსხმელი უნდა ყოფილიყო მცველის უკან, მცველის გასწვრივ, მაგრამ შესაძლოა, რომ მომავალში თავდამსხმელი წინ იყოს. განაცხადა ჯანი ინფანტინო. მე კი აქვე გეტყვით, რომ ამ წესს ვენგერის წესას უწოდებენ, რადგან წლების განმავლობაში სწორედ არსენ ვენგერი იყო ის, ვინც თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირების წესის შესვლა მოითხოვა. ამიტომ საინტერესოა თქვენი აზრის მოსმენაც. მიესალმებით თუ არა თქვენ FIFA-ს პრეზიდენტის ამ ინიციატივას. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი თხოვნა, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.